სულების კოალიციიდან ანა ქავთარაძე, ძლიერი საქართველოს კოალიციიდან დიამეტრეველი, კოალიცია ერთიანობიდან თეონა ჭალიძე. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მშვიდობის. მადლობა. მოდით ანა დავიწყოთ თქვენგან. მოგიყვებით ამ მარსთან დაკავშირებით, როგორი გეგმება, სად იგეგმება და მათ შორის ამ გადაგაწყვეტინეთ, მე როგორ ვთქვი, ინტერპარტიულია, ხო ეს მარში? დიახ. პირველ რიგში მოგესალმებით დილამშვიდობის. უნდა დავაზუსტოთ, რომ ეს არ იქნება მარში, ეს იქნება საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რომელიც გაიმართება დღეს. პირველი საათიდან დავიწყებთ შეკრებას და ზუსტი დრო არის 2:30 შუა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობის კერა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. ეს იქნება საპროტესტო აქცია, რომელიც ორგანიზებულია არის ქალთა ინტერპარტიული გაერთიანების მიერ. თქვენ ალბათ გახსოვთ ძალიან დიდი საპროტესტო აქციების და მათ შორის მარშებიც, რომელიც გაიმართა ცესკოსთან, მათ შორის ძალიან დასამახსოვრებელი იყო ჩემოდნების, ეგრეთ წოდებული ჩემოდნების აქცია და მე ვფიქრობ, ქალები ვართ ისინი, ვინც არც თუ ისე მცირე დოზით ვართ წარმოდგენილები ამ პროტესტში და შეიძლება თამამად ითქვას, რომ წინახაზის მებრძოლებსაც ძალიან ხშირად წარმოადგენენ ქალები. რა თქმა უნდა, ეს საპროტესტო აქცია არ არის შეზღუდული ან რაიმე ნიშნით განსაზღვრული, რომ მაინც ქალები უნდა მოვიდნენ. რა თქმა უნდა, აქ არ აქვს მნიშვნელობა სქესს, რელიგიურ კუთვნილებას ან პარტიულ კუთვნილებას, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები, ყველას მოუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში, თუ კი ერთხელ მაინც ხართ ნამყოფი საქალაქო სასამართლოში, რომელ ოთახშიც არ უნდა შეიხედოთ, რომელ სასამართლო დარბაზშიც არ უნდა შეიხედოთ, თქვენ აღმოაჩენთ ამ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებს, რომლებიც ხედან საბრალდებო სკამზე და მათ ასამართლებენ ამ ქვეყნის სიყვარულისთვის. აღარ მაქვს საუბარი უკვე იმ პოლიტიკურ პატიმრებზე, რეჟიმის ტყვეებზე, რომლებიც ჩვენ ციხეში გვყავს ახლა გამომწყდეული და თუნდაც მხოლოდ ეს რაოდენობა გვყავდეს ადამიანების დილეგში დამწყდეული, ჩვენ არ გვაქვს არც ერთი წამით უფლება, რომ გავჩერდეთ და არ ვიბრძოლოთ მათი თავისუფლებისთვის და რაც ყველაზე მთავარია საბოლოო ჯამში ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, ვინაიდან ისინიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო შედან ციხეში. შესაბამისად, ეპიცენტრი მე ვფიქრობ, გარდა რუსთაველის გამზირისა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ლოკაცია უნდა იყოს საპროტესტო, მაგრამ საქალაქო სასამართლო არის ის ადგილი, სადაც ყველაზე დიდ უსამართლობას აქვს დღევანდელ დღეს ჩვენს რეალობაში ადგილი. ანი, რომ მოგგვით მათ შორის აი სად არის თორე პროტესტი წარმატებულია, ხო? თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხის პროტესტის დინამიკას? 5 მაისს უკვე, ხო? დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ რაც ეს აქციები აქტიურად დაიწყო. ცალსახად შეიძლება თუ კი ერთი სიტყვით ვიტყვით და შევაფასებთ პროტესტს და პროტესტის დინამიკას, ის არის პოზიტიური. პოზიტიურია იმ გაგებით, რაც დიამ თქვა, ერთი არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ეს არის გარკვეულწილად ერთხაზოვანი, სწორხაზოვანი მიზნისკენ მიმართული სვლა, რომლისგანაც გადახვევა არ ხდება და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო სექტორი ვართ ხვედრაში და ეს არის აი ესეთი შესაძლებელია მცირე ნაბიჯებით და მცირე გამარჯვებებით, მაგრამ ეს გამარჯვებები მოდის იმისთვის, რომ მივიღოთ საბოლოო გამარჯვება ამ დიდ ბრძოლაში და თუ კი ეს პროტესტი არ იქნება, მაშინ რა თქმა უნდა ამ დიდ გამარჯვებამდე ვერ მივალთ. მნიშვნელოვანია ის, რომ არ დავნებდეთ, ვიყოთ თანმიმდევრულები, ვიყოთ დისციპლინირებულები, ძალიან მალე გვინდა ჩვენ რომ ეს პროცესი რა თქმა უნდა დასრულდეს და არ კონდეს აი ეს დროში გაწელილი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან დამღლელია, რა თქმა უნდა, მაგრამ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მივიღოთ საბოლოო გამარჯვება. რთულია, მაგრამ როდესაც მშვიდობიან გზას ვირჩევთ და არა რევოლუციურს, მაშინ ვიცით, რომ ეს არის გრძელვადიანი და უნდა ვიყოთ მობილიზებულები იმისთვის, რომ მივიღოთ საბოლოო გამარჯვება. რაც ყველაზე მთავარია, ყველას უნდა გვახსოვდეს რა არის ჩვენი მიზანი და მიზანი არის სწორედ ის, რომ ეს ქვეყანა როგორღაც გავიდეს ნამდვილი მშვიდობის გზაზე, კეთილდღეობის გზაზე და ბედნიერების გზაზე, რომელიც არის მხოლოდ დასავლეთის მიმართულებით და არა ჩრდილოეთის, საითაც მიგვაქანებს დღეს
ქართული ოცნება. სამწუხარო რეალობა ეს არის, რომ ვერ დავეხსენით ამ მარწუხებს, რომელსაც რუსეთი გვიჭერს უფრო და უფრო მეტად ქართული ოცნების ხელით, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პროტესტის დინამიკა კიდევ უფრო აღმავალი იქნება და ჩვენ ხედავთ უკვე ამის ნიშნებს, რომ მრავალფეროვნება შემოვიდა უკვე. რაზეც საუბარი მქონდა თქვენს ეთერში სულ ცოტა ხნის წინ, ალბათ 2 კვირა არ იქნება გასული. დღეს ეს უკვე სახეზეა ცალსახად. თქვენ ამერიკანობის ნაწილს აი ამ კომპონენტს როგორ ხედავთ? ამასთან დაკავშირებით გამახსენდა მარტინ ლუთერ კინგის სიტყვები, რომ უსამართლობა სადღაც საფრთხეა სამართლიანობისთვის ყველგან. შესაბამისად, ეს უნდა იყოს ალბათ მთავარი თეზა, კრედო, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე სამოქალაქო საზოგადოება. ვინაიდან თუ კი დღეს უსამართლობა არის რომელიმე პოლიტპატიმრის ოჯახში, რომელიმე აქტივისტის ოჯახში, რომელსაც 5000 ლარით აჯარიმებენ მიუხედავად აი სოციალური მდგომარეობისა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის შექმნილი ამ სახელმწიფოს მიერ, ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ, თუ კი დღეს ეს უსამართლობა რომელიმე ერთ ინდივიდს ამ ქვეყნის მოქალაქეს ეხება, შესაძლებელია, რომ ეს უსამართლობა მივიდეს ნებისმიერ ჩვენგანთან, ნებისმიერი ჩვენგანის ოჯახში, განურჩევლად მისი პოლიტიკური სიმპათიისა, პარტიულობისა, პროფესიისა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ან მიღწევებისა და იმ სიკეთისა, რომელიც ამ ქვეყნისთვის უკეთებია. შესაბამისად, თუ კი ჩვენ გავისი გრძე განებთ, რომ აი ეს უსამართლობა შესაძლებელია, რომ გავრცელდეს ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე და მან მოიცვას ჩვენი ქვეყანა, მაშინ მე ვფიქრობ, რომ არ იქნება ძალა, რომელიც შეაჩერებს ბრძოლას ამ უსამართლობის წინააღმდეგ და ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აი ამ კრედოდან გამოვიდეთ, როგორღაც გავუმკლავდეთ კონფორმისს. მე ვფიქრობ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ქვეყნის არაერთ ბრძოლაში მნიშვნელოვანი შემოფერხებელი იყო კონფორმისმი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვყავთ ძალიან დიდი სანაცნობო წრე, ყველას ნათესავი, მეგობარი, ახლობელია, სადაც კონფორმიზმი არის ყოველთვის შემაფერხებელი და კონფორმიზმი არ უნდა დადგეს საპირწონედ უსამართლობის და სამართლიანობის.